მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ანხელაძე, თქვენ უყურებთ ჩვენს მორიგ ეპიზოდს. დღეს განხილვაში გვეყოლება Subaru Impreza WRX STI. როგორც ნახეთ მეგობრებო, არ ჩერდებით, ვაგრძელებთ გადაღებებს, რაც დადის და ადრენალის გვანიჭებს, ყველაფერს გადავიღებთ და ვიღებთ. ამ შემთხვევაში ჩვენი Subaru WRX-ი, რომელიც განსხვავებული არის, საინტერესო არის და მინდა ეს ყველაფერი აგიხსნათ. თუ რატომ არის საინტერესო? ავტომობილი არის 2001 წლიანი, ჩვეულებრივი სტანდარტული ტურბინიანი 2.0 WRX-ი, რომელიც გამოიმუშავებს 225 ცხენის ძალას, მაგრამ ეს მანქანა საქმეში იმდენად კარგი არის, რომ ალბათ ძალიან ცოტა კონკურენტი თუ ყავს. შემიძლია ასეც გითხრათ. გადავიდეთ ამის ვიზუალზე. გვალფარიანი ბაგაი, ცნობილი ფანებში როგორც არის, ბაგაი, Impreza. ვიზუალურად სტანდარტული ტურბინიანი კაპოტი, რომელთაც ინტერკულერი გრილდება და ჰაერს იღებს ძრავი. კრილოები აქვს შემდეგ თაობას შეცვლილი, რომელიც ეს უკვე აღარ გააჩნია მაჩვენებლები აქედან და სტანდარტულად მხოლოდ აქ არის დატოვებული. მე პირადად შემდეგი თაობის გვერდთა კრილო უფრო მომწონს ვიდრე ეს, მაგრამ თავის ხიბლი ამასაც გააჩნია. ასევე ვიზუალურად განსხვავებული და განსაკუთრებული არაფერი არ აქვს ამ კონკრეტულ ავტომობილს, ზემოდან მხარეს კაპოტზე და კრიშაზე აქვს ფირი გადაკრული. მე პირადად ჩემი რო იყოს ეს ავტომობილი ძალიან ლურჯს გავხდიდი, უფრო მომწონს ლურჯი და დისკები იქნებოდა აუცილებლად ოქროსფერი. ლურჯი ოქროსფერი Subaru იმის იქით ვერ წარმომიდგენია, სხვა რა უნდა იყოს. უკანა მხარეს განსხვავებული შიტოკი აქვს. ფარები ბევრს მოწონს, უკანა სტოპები ბევრს არ მოწონს. ჩემთვის ეს სტოპები მისაღები არის. ბევრისთვის შეიძლება არ იყოს მისაღები, მაგრამ ჩემთვის მისაღებია ამის სტოპი, იმიტომ რომ საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. ეს დიდად გაწელილი როგორც G8-ს აქვს, დიდად ჩემ გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ იმას გეტყვით, რომ G8 ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია Subaru-ში და ჩემთვისაც. რაც შეეხება სპოილერს, ჩამოსხმული სპოილერი აყენია, არა ქარხნული. ჩემთვის შეხედულობით და ვიზუალშიც და საქმისთვის ალბათ სტანდარტული ბევრად მეტ საქმეს გააკეთებს და დაწოლაც ბევრად მეტი ექნება, მაგრამ ამის პლუსი ის არის, რომ სტანდარტული თუ შედარებით ძიმე ეს ძალიან ჩატი არის რა, მაგრამ ეს რამდენად საქმეს აკეთებს, თქვენთვის მომინდია. გვერდზე კრილოები დუტი არის, უკანა მხარეს გამომერილი არის. სტანდარტულად უსტოიკო კარები, რაც ძალიან ლამაზია და მე მომწონს, მაგრამ ერთი მინუსი აქვს, რომ სუხმაობს. კარების ანალოგიურად წინა. ასევე დამატებულია გამანქანას ქვედა კარნიზი და წინ აყენია სუპორტები 2-2-ზე, ეგრეთ წოდებული. უკან სტანდარტულად გვაქვს, დანარჩენი ვიზუალზე თქვენც ხედავთ, რომ განსაკუთრებული არაფერი არ არის. ჩავიხედოთ ძრავშიც, განახებთ რა არის ჩვენი ბოქსერი 2.0, რითიც გახდა ეს მანქანასი პოპულარული, ცნობილი და რალზე რო გამოდიოდნენ და ადუღებდნენ ყველაფერს, რა იყო მაგის პლუსი. ვისაც Subaru-ებთან შეხება გაქვთ, მიხვდებით, რომ განსაკუთრებული არაფერი. 2.0 4 ცილინდრიანი ბოქსერი, რომელიც STI-ს კონკრეტული მოდელი იყო 265 ცხენით აღჭურვილი და შედარებით უკეთესი ძრავის ნაწილებით, ვიდრე WRX-ი. WRX აქვს 225 ცხენის ძალა. ეს გახლავთ ამის ინტერკულერი, შედარებით ქარხნულთან შედარებით ოდნავ დიდი ინტერკულერი აყენია მანქანაზე. ასევე ტურბინა არის მანქანაზე შეცვლილი და აყენია 0.5-16G. კიდევ უფრო მარტივად რო ხა TDN 0.5-16G არის ტურბინა, ქარხნულად უყენია 0.4, ამაზე ცოტა დიდი ტურბინა აყენია. ინჟექტორები აქვს შეცვლილი და STI-ს აყენია, ასევე ბეზანასოსი არის შეცვლილი 350 ლიტრიანი და დანარჩენი სტანდარტულად განსხვავებული და განსაკუთრებული არაფერი. და კიდევ შემიძლია დავამატო, რომ ის მხოლოდ პადვეს კარი შეცვლილი ამანქანის, დანარჩენი აბსოლუტურად ძრავი და ყველაფერი არის ქარხნულ მდგომარეობაში და სტოკი არის. რო გადავიდეთ ამ ავტომობილის რეპუტაციაზე რა, დღესდღეობით სტუკბარუთი არის ცნობილი ეს ავტომობილი. რატო არის სტუკბარუ, მაგასაც გეტყვით.
კი, ჯერ ისედაც შედარებით ქართული ძრავიდან თუ აქვს ლიმიტი 100.000 და ჩვენ როდესაც დიტურბოს დავადგავთ და ჩავაბერიებთ 2 ბარს და 3 ბარს, ლოგიკურია ის 100.000 გამოდის 20.000 და 20.000-აც ვეღარ გადის ეს ავტომობილი. ასე რომ ზუსტად ის არის, რახან Subaru-ს იყიდი $5,000 უკვე დღესდღეობით ბაზარზე 5-შიც იყიდი, ცოტა მეტიც უნდა, მაგრამ პირობითად 5.000 ავიღოთ და $6,000 და მიდიხარ ტურბინას უცვლი და $30,000 მანქანებს ეგონკავები, არარეალურია რა. მაშინ ერთი მაგდანი ძრავს უნდა დაახარჯო, რომ ეგ შედეგი ამოიღო ზუსტად 8-თანაც ატოლებ რა. დავაფაროთ კაპოტი, გადავიდეთ სალონში და სალონის დეტალებს თუ რა უყენია, რა მაჩვენებლები აქვს, ყველაფერს შიგნიდან აგიხსნით. მოკლედ მეგობრებო, სალონში ჩაჯდომისთანავე ამ მანქანას განსაკუთრებული არაფერი არ აქვს, ითიც შემიძლია რომ გაგაოცოთ, არანაირი პლუსი არ აქვს. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ლურჯია, ჩარი არის, დანარჩენი საერთოდ არაფერი არ აქვს. კარგი ამ ავტო კონკრეტულად ამას კი არა, უშუალოდ Subaru-ზე რო ავიღოთ რა არის ჩქარი, სპორტული და ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი რა, არაფერი განსაკუთრებული. ასევე გვაქვს ტურბინის წნევის მაჩვენებელი, ტურბინის ტაიმერი, როდესაც მანქანას ჩავაგროვთ 30 წამზე არის დაყენებული, როდესაც ძრავი გაგრილდეს და შემდეგ ავტომატურად გაითიშოს ძრავი. წყლის ტემპერატურა, ზეთის წნევა, ზეთის ტემპერატურა და ვოლტაჟი. ეს არის ყველაფერი, რაც გაგვაჩნია. ეს ყველაფერი ზუსტად ის, რომ დავდივართ ეფექტს გვაძლევს და ბევრად ექსტრემალური და ადრენალინის განიჭებს ეს ყველაფერი. და ისიც გითხრათ, რომ მითი არის Subaru, რომელიც არ მიდის 180-ზე მეც, მაგრამ ეგ არის, რავი, ჩემი აზრით დიდი შეცდომა, რომელიც თითქმის ყველა ავტომობილი მიდის 180-ზე მეც და ამას ეხლა მე თვითონ განახებთ კიდევაც. როგორც ხედავთ, Subaru წავიდა 180-ზე მეც, მეგობრებო. ის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ Subaru არ მიდის 180-ზე მეც, ეგ არის ჩვეულებრივი ტყუილი, იმიტომ რომ შეგიძლიათ ჩახსნათ ის შეზღუდვა, რაც არის და შემდგომ გამოიყენოთ ძრავის თვლიანი რესურსი და ავტომობილის, არა თუ ის, რომ 180 იქით არ მიდის და მოდი 400 მეტრზე დავდგეთ და მსგავსი სისულელეები. მოიმე ამზე გაიჩით. როგორც ნახეთ, Subaru წავიდა მეგობრებო 180-ზე მეც, 200-საც წავიდა და 200 პლუსსაც წავიდა. მეც მყავდა Subaru და შემიძლია გითხრათ, რომ ანალოგიური ნაგავი იყო ისიც სალონით და არაფერი განსხვავებული, ასე რომ ის საუბარი რომ რაღაც განსაკუთრებული აქვს სალონში, არაფერი, უბრალოდ მანქანა ჩქარი არის, ლურჯი არის, ეფექტს გაძლევს სპორტულობისას და დანარჩენი საქმეში ერთ-ერთი საუკეთესო არის, რა დანიშნულებაც აქვს, არა თუ სადრაგაოთ ამ ავტომობილს, არამედ ქარხანამ რისთვისაც გამოუშვა და ეს არის ზუსტად რალის ჩემპიონატები და უსწორმასწორო მოხრეშილი, თოვლიანი და გრუნტიანი და მსგავსი ზედაპირზე მოძრაოდ არის ერთ-ერთი იდეალური და მე ვაპირებ ეხლა ზუსტად ამ ავტომობილით წავიდეთ დაღეთით წყაროს გზაზე, საკმაოდ საინტერესო გზა არის და იქ გავტესტოთ რეალურად რა შეუძლია ამ ავტომობილს.
როგორც ნახეთ მეგობრებო, ჩვენი მანქანა Subaru WRX-ი გავტესტეთ ზუსტად თავის ადგილას, თავის გზაზე, მთაში და საკმაოდ კარგად დგას მოსახვევებში, საკმაოდ კარგად უჭირავს თავის თავი. რაც მინდა და კიდევ მეთქვა იყო ის, რომ ამას ვყენია 5-იანი გადაცემათა კოლოფი და მე 5-იან კოლოფს რეკომენდაციას ვერ გავუწევდი, იმიტომ რომ პირადი გამოცდილებით ერთ წელში ჩემ Subaru WRX STI-ზე 5 ჯერ ჩამეშალა კოლოფი და ძალიან სუსტი კოლოფები აქვს, თუ აწვალებთ და აგრესიულად ხმართ, მით უმეტეს თუ ბუსს მოუმატებთ, ეგრევე იშლება. მეორე, მესამე სიჩქარე, აი კატასტროფა არის. ავი, სახელოს უნდა ვერ გამოხართ. რაც შეეხება ამის კოლოფს, მუშაობს საკმაოდ კარგად. როგორც მე პატრონი ამბობს, ასევე ყავს ეს მანქანა მეორე ავტომობილად და გამოდის გასართობად და ერთ ავტომობილად ეს ვერ ყავთ. ერთ ავტომობილად პლუს მე ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ავტომობილი ყავდეთ, მე ვიყოლიებდი, მაგრამ თქვენ რეკომენდაციას ნამდვილად ვერ გაგიწევდით. რაც შეეხება ამ ავტომობილში ეს ძრავი უნდა იდოს ზუსტად ამის დამსახურება ეს ბალანსი და მსუბუქი ძრავი რომ მოსხლებში ასე კარგად დგას ეს ავტომობილი, ასეთი მაგარი მანევრი აქვს და თავიდან ბოლომდე შეიგრძნობ თითოეულ მოსახვევს. ამ ძრავს ჩემგან პლუსი. Ну, რა თქმა უნდა, თუ ტურბოს არ დადგავთ და ზედმეტი ბუსტით არ დაპრიდავთ, თავის საქმეში საუკეთესოა. ან თუ მეტი სიმძლავრე გინდათ და გინდათ რომ იყოს ჩქარი, მაგ შემთხვევაში გახსენით ძრავი, შეცვალეთ ის დეტალები, რაც საჭირო არის და იქნება საკმაოდ ჩქარი ავტომობილი, რომელიც კიდევ ძალიან დიდხანს იგაზავებს. ერთადერთი კიდევ რაც არ მომწონს, ამის არის ცეპლენია. არ მომწონს, ну, იმიტომ არ მომწონს, რომ თუ დიდ დატვირთვას მიიტანთ, მაგ შემთხვევაში ხურდება და ისე სწორად ვეღარ თავს სიჩქარებში, როგორც უნდა რთავდეს. ეგეც რაღაც მინუსი არის ჩემთვის რა, მაგრამ საერთო ჯამში მანქანა თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესო არის და ის რესპექტით დღემდე აქვს, რაც ქარხანამ შექმნა და გამოვიდა, იმის შემდეგ მოსდევს ზუსტად ეგ რეპუტაცია. თუ თქვენ გადაწყვეტთ Subaru იმპრეზას შეძენას, შეეცადეთ, რომ შეიძინოთ ქარხნულ მდგომარეობაში, შემდგომ თქვენ გააძლიეროთ ისე როგორც საჭიროა, სწორი ბუსტით და სწორი სიმძლავრის ამოღებით და ცხენების. დანარჩენი რაც მინდოდა მეთქვა კიდევ შეეცადეთ, რომ იყოს 6-იან გადაცემათა კოლოფით. 5-იანიც ნორმალურია, მაგრამ სიმძლავრეს როდესაც თქვენ მოუმატებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კოლოფი პრობლემებს შეგიქმნით, როგორც მე შემიქმნა და ერთ წელში 5 ჯერ დაზიანდა ჩემი კოლოფი. ასე რომ დანარჩენი, რაც შეეხება ავტომობილს, თავის საქმეში ქარხნულ მდგომარეობაში არის თითქმის მცირე ჩარევები აქვს და არის საკმაოდ კარგი. მე პატრონესაც ყავს ზუსტად იმიტომ, რომ როდესაც დასვენება ან შაბათ-კვირას გამოვიდეს და გაერთოს ამ ავტომობილით, ყოველდღიურად არ ყავს. მადლობა თაზოთ ჩიქოვანს, რომ დაგვითმო თავისი ავტომობილი და ჩვენ გაგვეტესტა. დანარჩენი კიდევ რაც შეეხება ავტომობილს, ზუსტად ის არის, რაც უნდა იყოს 2001 წლიანია, ნაომარვი ძი არის და თავის საქმეს დღემდე პირნათლად ასრულებს. თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი მეგობრებო, რათა ჩვენ შემდგომში мотивация გქონდეს და ბევრად უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ.